მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ვისაუბრებთ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე სამხედრო პროცესებს, რომელსაც პრინციპში უკვე გააჩნია გარკვეული ასეთი დახასიათება, როგორც თურქული ნატო ან თურქული ჯარი. ასეთი კონცეფცია და ჩვენ აქტიურად ვხედავთ პრინციპში ამ იდეის განვითარებას, მაგრამ მეტიც გუშინ ყაზახეთმა მიიღო უკვე რატიფიცირება მოახდინა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით, ანუ კრიზისებზე რეაგირების, ეს მაინც სამოქალაქო კომპონენტია. პირველი დოკუმენტი გახდა უკვე ასეთი ფუნდამენტი თანამშრომლობის, მაგრამ ექსპერტები ღიად საუბრობენ პოტენციურ სამხედრო თანამშრომლობაზე. ამიტომ გთავაზობთ, რომ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. ჯერ კიდევ 2022 წლის იანვრის კრიზისის დროს გახსოვთ, როდესაც ყაზახეთში იყო არეულობა, იმ დროს გამოჩნდა, რომ ყაზახეთზე და მათ შორის ცენტრალურ აზიაზეც და ყაზახეთი ხომ მთავარი ქვეყანა არის ცენტრალურ აზიაში, თავისი ზომით და გავლენით მათ შორის არის კონკურენცია. თუ ადრე დომინანტი იყო რუსეთი, 2022 წლის იანვარში უკვე გამოჩნდა, რომ აქ ჩნდება თურქეთი როგორც ფაქტორი და გეტყვით რაც გულისხმობ. იმ დროს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ოდეკაბეს, ანუ ყუხოს სამშვიდობო ჯარები გააგზავნეს ყაზახეთში, ყაზახეთი არის ყუხოს წევრი და ამის ფარგლებში რეალურად მოხდა იქ სტაბილიზაციის ასეთი ჩვენება, თუმცა არანაირი მონაწილეობა პროცესებში ყუხოს ჯარს არ მიუღია. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ იმ დროს ჯერ კიდევ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, თურქეთის პრეზიდენტმა, გამოვიდა და თქვა, რომ მზად არის თურქეთი, რომ ხარი დაუჭიროს ყაზახეთს და მათ შორის ჯარიც გააგზავნოს. ეს უკვე იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ კონკურენცია სრულიად სხვა ფაზაში გადადის კონკრეტულად ცენტრალური აზიის მიმართულებით და განსაკუთრებით სწორედ ყაზახეთის და კიდევ რიგი სახელმწიფოს. პარალელურად უნდა ვთქვათ, რომ ცენტრალური შუადერეფნის განვითარებასთან ერთად, ეს არის მარშრუტი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, რომელიც გადის ცენტრალურ აზიაზე, განსაკუთრებით ვიცით, რომ გადის ყაზახეთზე ამ მომენტისთვის, თუმცა ასევე იგეგმება კიდევ ერთი განშტოების შექმნა ყირგიზეთი, თურქმენეთის მიმართულებით. შემდეგ უკვე გადის ამ მომენტისთვის აზერბაიჯანი, საქართველო, შავი ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, თუმცა იგეგმება სხვა განშტოების ჩამოყალიბება, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი ამ მიმართულებით და საქართველოს მიმართულების სადმი ინტერესი დაიკლებს თუ საქართველოში გააგრძელებს პრორუსული ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკას და რუსეთის გავლენები თუ კიდევ უფრო გაიზრდება, ბუნებრივად ეს ცენტრალურ დერეფანს მნიშვნელოვნად ხელს შეუშლის და კიდევ ერთი მაგალითია იმისა, ტრიპის პროექტი რატომ ვითარდება საერთოდ ამ კონტექსტში. ამიტომ ცენტრალური აი ამ დერეფნის ფარგლებში თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციას ჭირდება მათ შორის უზრუნველყოს გარკვეული უსაფრთხოების სისტემების კოორდინაციაც პარალელურად იმისა, რაც ხდება ამ მიმართულებით ცენტრალურ აი ამ შუა დერეფანში და იგულისხმება ამ შემთხვევაში სწორედ ეკონომიკური მდგენელი და რა თქმა უნდა, აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი იმაზე, თუ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის როგორ გაღრმავდა ურთიერთობები, განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. იცით, რომ 2021 წელს შუშის დეკლარაცია მიიღეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა, რომლითაც პრაქტიკულად დაფიქსირდა სტრატეგიული მოკავშირეობა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის და შესაბამისად შეიქმნა ასეთი უკვე შეგვიძლია ვთქვათ ნატოს ტიპის თანამშრომლობა, კერძოდ ამ კონკრეტული შეთანხმებით თავდასხმა აზერბაიჯანზე ნიშნავს თავდასხმას თურქეთზე, თურქეთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას აზერბაიჯანზე. ანუ გარკვეული სამხედრო ესეთი ფარი, ერთობლივი სისტემა ჩამოაყალიბეს. ამ სისტემის გაფართოების იდეა ასევე არსებობს უკვე თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიმართულებით, რომელშიც შედიან, შეგახსენებთ, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი,
თურქმენეთი არის დამკვირვებელი წევრი, რადგანაც ნეიტრალური სახელმწიფოა, ჯერ კიდევ დამკვირვებელი არის და უნგრეთი ასევე არის დამკვირვებელი წევრი და კიდევ არის ნახევრად წევრი ან გარკვეული უცნაური სტატუსის მქონე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც ამ ორგანიზაციიდან აღიარებს მარტო თურქეთი. დანარჩენები არ აღიარებენ და შესაბამისად მიიჩნევენ ამ ტერიტორიას კვიპროსის საერთაშორისო აღიარებულ ტერიტორიებად, ანუ კვიპროსის რესპუბლიკის. მნიშვნელოვანია ახლა აღინიშნოს, რომ თურქეთი საკმაოდ დიდი ხანია ცდილობს პრინციპში თავისი გავლენის გაფართოებას ამ მიმართულებით და ამისთვის იყენებს ძირითადად ორმხრივ ურთიერთობებს. ყაზახეთში მაგალითად აქტიურად მიმდინარეობს თურქული უპილოტო საფრენი აპარატები ანკას შექმნა, აზერბაიჯანში სერვის ცენტრები არის გახსნილი უკვე ბაირაქტარ TB2-ის ამ საკმაოდ იაფი და წარმატებული მოდელისთვის, რომელიც ნახეთ ყარაბაღის ომშიც მათ შორის როგორ ძირითადი, როდესაც ამბობენ დრონების როლზე, სწორედ ბაირაქტარ TB2-ზე არის საუბარი, თუმცა დღეს უკვე უფრო გაფართოებული ფორმატებიც და შესაძლებლობებიც გააჩნია თურქეთს, როგორც არის იგივე ბაირაქტარ აგინჩი მაგალითად. უნდა ვთქვათ, რომ რუსულ მედიაშიც არის განხილვები ამ თემაზე და საკმაოდ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ანკარა ცდილობს თურანის არმიის, ანუ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის გადაქცევას ნატოს აზიის ბიუროდ და რუსეთში ძირითადად შეწუხებული არიან, რომ ეს არის გარკვეულწილად ნატოს გაფართოება, ანუ რუსეთი ამას ხედავს როგორც დასავლეთის კონკრეტულად გავლენის გაფართოებას ამ მიმართულებით. და საფრთხეს სწორედ დასავლეთის კონტექსტის ფარგლებში ხედავს. უნდა ვთქვათ, რომ აქ აშკარად არის ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი წრთვნების მიმართულებითაც. ისტორიულად თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია ატარებდა ანტიტერორისტულ სწავლებებს, თუმცა 2025 წელს ეს ფორმატი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ლენტაბუ მაგალითად წერს, რომ თურქეთს და აზერბაიჯანს მიზანი აქვს თურქული ნატო ჩამოაყალიბონ, თუმცა ოფიციალურად თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციას ჯერ კიდევ არ აქვს დასახებული ასეთი მიზანი, რომ გახდეს სამხედრო ბლოკი. ყოფილი თურქეთის ატაშე იუჯელ კარაიოზი აცხადებს, რომ ერთობლივი წრთნების მეშვეობით ამ ორგანიზაციის ფარგლებში შესაძლებელია ასეთი რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება ან გარკვეულწილად რეგიონალური უსაფრთხოების ქოლგის ჩამოყალიბება და თქვა, რომ მიზანი არ არის, რომ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია გახდეს ნატოს მსგავსი, მაგრამ მისი თავსებადობა, ანუ ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალების არის პრიორიტეტი. შეგახსენებთ, რომ გაბალაში 2025 წლის ოქტომბერში სამიტის დროს თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სთავაზობს ყველა წევრს, რომ გამართონ ერთობლივი წრთნები სამხედრო 2026 წელს. და თქვა, რომ თურქული სახელმწიფოები უნდა გამოდიოდნენ როგორც ერთიანი ძალის ცენტრი და ამისთვის საჭიროა სწორედ ასეთი ერთობა, ერთიანობა. მოდერნაზის ინფორმაციით პრინციპში აზერბაიჯანულმა პარლამენტის წევრმა არზუ ნაგიევმა განაცხადა, რომ ახლა უკვე მიმდინარეობს რბილი ძალიდან უსაფრთხოების მიმართულებით გადასვლა, თუმცა თურქული ასეთი ერთობლივი ჯარი, ანუ თურქული კომპონენტით, ხო, რომელიც იმიტომ რომ ვაერთიანებ ამ თურქულში ან თურანული შეგვიძლია თქვა, ხო, და უფრო გასაგები რომ იყოს, ჯარის იდეა ჯერ კიდევ კონცეფცია არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება არის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ანალიზიც გვაქვს მომზადებული ამ საკითხთან დაკავშირებით და რომ ალიევმა იმ დროს თქვა, რომ არსებობს ქვეყნები, ვინც ჯერჯერობით ყოყმანობს და საბოლოოდ გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული, ესე იგი, ამ წრთნებში მონაწილეობის მიღებაზე. იმ დროს ვივარაუდე, რომ ეს სავარაუდოდ იქნებოდა ან ყაზახეთი, ან ყირგიზეთი, ორივე არიან კუხოს, ანუ ოდეკაბ-ის წევრები და სავარაუდოდ გაუჭირდებოდათ ნატოს წევრ თურქეთთან ერთობლივი წრთნების გამართვა იმის გათვალისწინებით, რა ის წესრიგი გააჩნია რუსეთს და როგორი პოზიციონირება აქვს საერთოდ რუსეთს ამ რეგიონში. შესაბამისად, პრაქტიკულად
უნდა ვთქვათ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაუწყვეტელია, ჩვენ არ ვიცით რეალურად რა მიდგომა არსებობს ამის ფარგლებში, ანუ ჯერჯერობით თანხმობა ანუარი არ გაგვიგია და იქნება თუ არა ეს წვრთნები წელს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. უნდა ვთქვათ, რომ 2025 წლის თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე განიხილებოდა სტრატეგიული თანამშრომლობის, სამუდამო მეგობრობისა და ძმობის შესახებ შეთანხმება, ასევე თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია პლუს ასეთი ფორმატის ჩამოყალიბება, ანუ პლუს რომელიმე მოთამაშე, მაგალითად პლუს ევროკავშირი, ან პლუს საქართველო, ან რომელიმე სხვა ქვეყანა და მასთან ერთად რომ ყოფილიყო ასეთი ერთობლივი თანამშრომლობის გარკვეული სისტემების ან ფორმატების ჩამოყალიბება და განხილვა, ეს არის დაახლოებით ის დღის წესრიგი, რომელიც მათ ჰქონდათ ბოლო სამიტზე. აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანული კასპიან პოსტის ინფორმაციით ასევე აქტიურად აღრმავებენ მხარეები თანამშრომლობას თავდაცვის მრეწველობის მიმართულებით. თურქულ სახელმწიფოთა ჯარები აქტიურად ზრდიან მრეწველობას, თურქეთი ლიდერობს დრონების, რადიოელექტრონული თავდაცვის და მართვადი, ასე იგი, ნაღმების მიმართულებით და სხვადასხვა მართვადი სისტემების მოკლედ მიმართულებით. ყაზახეთი პრინციპში ზრდის ჯავშანტექნიკის წარმოებას, უზბეკეთი ცდილობს ზოგადად სამხედრო მრეწველობის გაფართოებას. 2025 წლის ივლისში სტამბულში პირველად გაიმართა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ფარგლებში თავდაცვის მრეწველობის, ესე იგი, მიმართულებით პასუხისმგებელი ადამიანების შეხვედრა და ასეთი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციის ფარგლებში შესყიდვების, ერთობლივი წარმოების და სერვისის კოორდინაციას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიმართულებით. ექსპერტები ამბობენ, რომ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის შეიარაღებული ძალების ერთობლივი შემადგენლობა მილიონ ადამიანზე მეტია და ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენს ერთობლიობაში. თეორიულად უნდა ვისაუბროთ ასევე საინტერესო არის, აი ახლა თებერვალში გამოვიდა სტატია ატილა გიოხუნ დაიოღლუს სტატია არის, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ თუ თურანული ასეთი ჯარი არის კიდევ უფრო რეალისტური, ისლამური ჯარის იდეა ნაკლებად რეალისტურია ამ მომენტისთვის. ის ამბობს, რომ ნატო არის ერთადერთი რეალური ასეთი ქმედითი ორგანო ამ მომენტისთვის და თურქეთის წევრობა იქ არის ფაქტი. რა თქმა უნდა, ის ასევე საუბრობს, რომ თურქებს თავისი ხედვა გააჩნიათ, თუმცა დღის წესრიგი არა ერთობლივი კოლექტიური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება არის, არამედ თანამშრომლობის და ურთიერთ, ასე ვთქვათ, შეთანხმების, კოორდინაციის და გარკვეული ერთობლივ დღის წესრიგში სისტემებზე ყოფნის ესე იგი მიმართულება გააჩნიათ ამ მომენტისთვის, ეს არის მათი დღის წესრიგი, ერთობლივი სტანდარტები, ერთობლივი წვრთნები და ასე შემდეგ, ეს არის მთავარი საკითხი ამ მომენტისთვის და ასევე რა თქმა უნდა საუბრობს სტატიაში, რომ გარკვეული კოორდინაცია უკვე ხდება, ასევე საუბრობს იმაზე, რომ ისლამური ჯარი კიდევ უფრო რთული თეორიული პროცესია, რადგანაც წინააღმდეგობა იქ იდეებში კიდევ უფრო მეტია, ხო? მოდით აქვე ვთქვათ, რომ მაგალითად თურქეთს თუ აქვს ძალიან დაძაბული ურთიერთობები ისრაელთან, აზერბაიჯანს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები ისრაელთან. თუ ავიღებთ მაგალითად იგივე თურქეთის და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა არ გვაქვს და ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან კუხოს ოდეკაბეს წევრები მაგალითად. თუ ავიღებთ იგივე უზბეკეთს, უზბეკეთი ძირითადად ავტონომიისკენ მიისწრაფვის ამ საკითხებში. თუ ავიღებთ თურქმენეთს, საერთოდ ნეიტრალური სახელმწიფო, ამიტომ პრინციპში ერთგვაროვანი ნამდვილად არ არის პოზიციები თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ახლა უკვე ყაზახეთმა აგერ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რატიფიცირება, როგორც გითხარით, ერთობლივი მექანიზმის სამოქალაქო თავდაცვის ამ ორგანიზაციის ფარგლებში. ექსპერტი ნურლან მუმბაევი აცხადებს, რომ ეს ერთობლივი რისკების მონიტორინგს, ერთობლივი სტანდარტების შექმნას, კონკრეტული სხვადასხვა მაგალითად აი სამაშველო ოპერაციებისთვის გულისხმობს, გამოცდილების გაზიარებას, აქ მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი
და რეალურად უფრო აქცენტს აკეთებს სამოქალაქო კომპონენტზე. ყირგიზეთის პოლიტოლოგი უმარ მუტალიევი აცხადებს, რომ სამხედრო კოორდინაციაც გახდება მომავალში შესაძლებელი. სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით გეტყვით, რომ სულ ახლახანს იყო ბოლო წლების განმავლობაში ასეთი წვრთნები აზერბაიჯანი, თურქეთი, პაკისტანი, იყო ასევე აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი. და რეგიონალური ასევე წვრთნები ბირლესტიკ 2024, ყაზახეთში ტარლან 2025, კასპიენ ბრიზ 2025, სადაც ხედავთ ასევე ამ კოორდინაციას. ჯამში პრეზიდენტ ალიევის თქმით 25 წვრთნები იყო გამართული სხვადასხვა ფორმატში ამ ორგანიზაციის ფარგლებში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია. საინტერესოა, რომ ყაზახეთს გააჩნია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო აქ სტრუქტურიზებული ჯარი, თუმცა მას სჭირდება სწორედ მხარდაჭერა თურქული ტექნოლოგიების. უზბეკეთს მობილიზაციის რესურსი გააჩნია ყველაზე დიდი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ყირგიზეთს კი ძირითადად სასაზღვრო პრობლემები აინტერესებთ. რა თქმა უნდა, ეს პროცესები შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო დღის წესრიგში. რუსეთი, ჩინეთი, ირანი საკმაოდ შეწუხებული არიან, რა თქმა უნდა, ამ პროცესებით. ირანისთვის ეს საფრთხე უკავშირდება ეგრეთ წოდებული სამხრეთ აზერბაიჯანის თემას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩინეთისთვის ეს არის სინძიანის პროვინცია, სადაც თურქები ცხოვრობენ და სადაც ნებისმიერი პროცესები შეიძლება სეპარატიზმისკენ მიდიოდეს, თეორიაში მაინც. და რუსეთისთვისაც მსგავსი დღის წესრიგია ჩრდილოეთ კავკასია, განსაკუთრებით დაღესტანი, რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თურქული რესპუბლიკები, თათარსტანი, ბაშკირსტანი და სხვა, ჩვენ ამაზე თქვენთან ერთად ასევე გვისაუბრია, წარმოადგენენ შესაძლო მიმართულებებს, სადაც გაიზრდება გავლენები, ამიტომ ისინი გარკვეულწილად ამაში საფრთხესაც ხედავენ. დასავლეთიც, რა თქმა უნდა, ამაში ხედავს გარკვეულ საფრთხეებს, იქედან გამომდინარე, რომ ეს შესაძლოა იყოს მიმართული პოტენციურად მერე უკვე დასავლეთის წინააღმდეგაც, ესეთი ერთობა, მათ შორის თურქეთისთვის ეს შეიძლება იყოს ისრაელის მიმართული, ეს ცოტა თეორიული ალბათობაა, მაგრამ თურქეთის რიტორიკა ნამდვილად აქ კითხვებს ბადებს და დასავლეთის წინააღმდეგაც, სადაც ასევე კითხვებს ბადებს. თუმცა ამავდროულად ვთქვათ, რომ თურქეთი ორ სკამზე ზის და ბოლომდე ზუსტად ვერ იტყვი თურქეთი რა მიმართულებით აწარმოებს პოლიტიკას. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, უნიკალური პოლიტიკა ამ მომენტში, ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის პოლიტიკა. საინტერესო არის, რომ დასავლეთი, რა თქმა უნდა, ამაში ხედავს შესაძლებლობასაც, სულ მცირე შეამციროს გავლენები ცენტრალურ აზიაში, კონკრეტულად თურქეთის და ესე იგი თურქეთის გავლენების მეშვეობით შეამციროს რუსეთის და ჩინეთის გავლენები. როგორც გითხარით, თავად თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაშიც არის განსხვავებული ხედვები და მიდგომები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აგერ გუშინ წინ 11 მარტს დელეგაცია თურქეთის სახმელეთო ჯარების, ესე იგი, მეთაურის გენერალ მეტინ ტოკელის მეთაურობით იყო ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც ის იყო ასევე ვიზიტით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შტაბში და ხაზი გაუსვა თურქეთის მზადყოფნას აზერბაიჯანს ნებისმიერი სამხედრო დახმარება გაუწიოს შუშის დეკლარაციის ფარგლებში და რომ სტრატეგიული თანამშრომლობა ბაქოსა და ანკარას შორის აქვს ამას არის საფუძველი და ახალ წვრთნებზეც იყო აქცენტი გაკეთებული. ეს არის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული მედია, მინვალაზი მაგალითად ამას აფასებს როგორც უშუალოდ მესიჯს, რომელიც ირანის მიმართ არის გაჟღერებული, გახსოვთ რაც მოხდა ნახიჩევანის მიმართულებით, დრონების დარტყმები, იქ რა თქმა უნდა კითხვები არის ამის რეალური ორგანიზატორი ვინ იყო და ასე შემდეგ, როგორ იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვხედავთ, რომ აქ გააქტუალურებული არის და გააქტიურებული ეს საკითხები, ასე ვთქვათ, ირანის მიმართულებით, ამაზე ვსაუბრობთ და აქაც თურქეთი და აზერბაიჯანი აშკარად ერთობლივად გამოდიან. ასევე უნდა ვთქვა, რომ ავტორი აქვე სტატიაში წერს, რომ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციიდან ამოღებულია ახლა კარსის და მოსკოვის შეთანხმებებზე მინიშნება და აქედან გამომდინარე ახლა უკვე ერთადერთი გარანტი ნახიჩევანის უსაფრთხოების მათ შორის არის სწორედ 2021 წელს ხელმოწერილი შუშის დეკლარაცია,
რომელიც სამხედრო მოკავშირეობას უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის. ჯამში უნდა ვთქვათ, რომ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია ამ მომენტისთვის არ არის სამხედრო ბლოკი, თუმცა აქტიურად აშკარად მიდის სწორედ ასეთის ჩამოყალიბების მიმართულებით. საკმაოდ ფრთხილად თურქეთი არ ჩქარობს, ზეწოლას არ იყენებს, ცდილობს ეტაპობრივად ისე გააკეთოს, რომ ამ ქვეყნებმა თავად მოინდომონ თურქულმა ქვეყნებმა თურქეთთან კიდევ უფრო დაახლოება და ამას აკეთებს ძირითადად ჯარის მხარდაჭერით, ინტეგრაციით, ერთობლივი სისტემების ჩამოყალიბებით, წვრთნებით და ასე შემდეგ. ანუ ეს არის გარკვეული დაბალანსებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხედვა. ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და საინტერესო იყო ეს მიმოხილვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.